რა ხდება ქართულ ოცნებაში? პრინციპში ხელისუფლებაში რომ ამდენი ხანი იქნები და ცუდისმეც არაფერს უარ გააკეთებ, შიგნითაც მე ალბათ კარგი არაფერი არ მოხდება, მაგრამ ახლა რაც ხდება, ეს არ ვიცი რა განმარტება შეიძლება ამას მიეცეს. ძალიან ისეთი ბრალდება იყო ივანიშვილის მიმართ, რომ საფრთხე ემუქრება ოჯახს, ღარიბაშვილმა დაწერა მისას და მთავარი პასუხისმგებლობა გადაიტანა ივანიშვილზე. დღევანდელ წერილში არ ახსენა უშუალოდ ივანიშვილი, უკვე მდინარაძე არის მან უკვე გამოიყვანა ფიგურად და რა შეიძლება ეს ნიშნავდეს და საერთოდ ეს წერილი რას ნიშნავს და რა პროცესი მიდის. ჩემს დავაფიქსირებ ჯაბა, რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა რთულია, იმდენი კითხვის ნიშანია გაჩენილი ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში, რომ ცოტა ეხლა ნაადრევი დასკვნებისგან თავ შევიკავებ და მე ჩემ აზრს მოვახსენებ საზოგადოებას. ორი ვარიანტი სუყურებ ეხლა მანდ. პირველი განვიხილავ იმას, რომ ღარიბაშვილმა თავის დროზე, თვითონ დაუშვა შეცდომები, გარემოსვამ დაუშვა და აშვებინა შეცდომები თუ რა მოხდა იქ კორუფციულ გარიგებებში და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ კობახიძემ ამხილა ღარიბაშვილი და დღეს ის იკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და ღარიბაშვილი ციხეშია. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დანაშაული აიღო თავის თავზე, რა თქმა უნდა, ფაქტებიც ექნებოდა შესაბამისი და ასე შემდეგ და მას ეგონა, მე ესე ვთვლი, რომ რაღაც მომენტში მოხდებოდა მისი ან პოლიტიკური შეწყალება, ან პოლიტიკური პატიება, ან რაღაც რეაბილიტაციის მომენტი მოხდებოდა, ან ბიძინა ივანიშვილი რაღაცნაირად შეძლებდა მის პატიებას, თუნდაც აი მისი მეუღლის პოსტებიდან გამომდინარე, რამოდენიმე თვის უკანდელი პოსტებია და შეიძლება ერთი თვის უკანდელიც ისე ბიძინა ივანიშვილის ქებაშია და ასე შემდეგ და ალბათ ჩემი მოსაზრებაა და პირველი მცდელობები ამისკენ იყო მიმართული ღარიბაშვილის ოჯახის, რომ რამენაირად კი შეცდომები დაუშვით, კი რაღაცეები შეგვეშალა, მაგრამ იქნებ რამენაირად შეძლოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი პატიება, ან ჩემი პირადად პატიება ღარიბაშვილის, ჩემი რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, კობახიძის კლანი, დინარაძე კობახიძის კლანი ბოლომდე აწვება ამ ყველაფერს, ბოლომდე წირავენ ღარიბაშვილს და ბოლომდე ალბათ ის რაც მიჟილი აქვს ეხლა კიდევ შესაბამისად უნდა დაუმატონ რაღაც მუხლები, არ ვიცი, რაღაც ესეთია და რაღაც აი ვაჭრობის მიხვდა ღარიბაშვილის რომ რაღაც ვერ არის საქმე კარგად, უკვე პერიოდი გავიდა ციხეშია, უკვე არ ჩანს მისი რაღაც ციხიდან გამოშვების წინაპირობა, არ ჩანს არაფერი სასიკეთოდ. პირველი ესე ვთქვათ ვარიანტი მე ესე მესახება, რომ ღარიბაშვილმა რაღაცნაირად დაიწყო ვაჭრობა, ანუ თქვენ თუ მე ესე მწირავთ ბოლომდე, მაშინ მეც აქედან ბოლომდე რაღაცებს კარტებს გაგიხსნით, იმ კარტებს რის შესახებადაც ქართულმა საზოგადოებამ მარიცის და რაღაცნაირად დავმალეთ და ჩემ თავზე ავიღე ყველაფერი და მე გავიწირე, ესე რომ ვთქვათ. ეს პირველი ვარიანტი, რომელიც მე რასაც შევხედე ახლა აქ. ეხლა ის ვარიანტი, რომ რაღაცა ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ციხიდან დაემუქრება და რაღაცა პოლიტიკურ დარტყმებს მიაყენებს ძიც, შესაძლოა რომ რა თქმა უნდა რაღაც დარტყმები მიაყენოს, მაგრამ ეხა პრემიერი იყო წლების განმავლობაში პირველი ადამიანი იყო და ბიძინა ივანიშვილის რჩეული იყო, ხო, ყველამ კარგად ვიცით რომ ღარიბაშვილი იყო რჩეული და ეს ვერ შეირგო ეხა ადამიანმა იქ ვერ განსაზღვრა ის რომ ირაკლი კობახიძე და დინარაძე და ის კლანი რას უპირებდნენ და რა თამაშს თამაშობდნენ და ეს სიტუაციები ვერ დაიმორჩილა. ეს მე სუფთად ადამიანზე მაქვს ეხა ღარიბაშვილის პერსონაჟზე მაქვს საუბარი და ეხა ციხიდან ამათთან ბრძოლა რომ მე ეხა თქვენ ციხიდან რაღაცა დარტყმებს მოგაყენებთ და რაღაც პოლიტიკურად გაგანადგურებთ, ეს ვარიანტი მე საერთოდ მე ვერ განვიხილავ ამ ვარიანტს, უფრო ვაჭრობის თემა მგონია აქ. და არის კიდე ერთი მესამე ვარიანტი, რომელიც შესაძლოა იყოს ლოგიკაში და ლოგიკასთან ახლოს, პირიქით შეეცდებიან რაღაცნაირად ირაკლი ღარიბაშვილის რეაბილიტაცია შესაძლოა ვიხილოთ მისი განთავისუფლებაც რაღაც პერიოდის შემდეგ, შესაძლოა ვიხილოთ მისი ახალი პარტიის შექმნას რაღაც პერიოდის შემდეგ და შესაძლოა
მას მიეცეს შანსები, რომ ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში რა. აი ეს ამ ვარიანტებს უყურებ, მე ხა სხვა ვარიანტი, ფაქტიურად არ მომდის აზრად და სხვა ვარიანტი არ ვიცი, ამას მე დრო გვიჩვენებს. ფაქტი ერთი ისაა, რომ როგორც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, დღეს ცოტა ალბათ მოხდა საუბრები მასთან, არ ვიცი რა, ვინ გაესაუბრა, ვინ შევიდა მასთან ციხეში და ასე შემდეგ. ის აგაგრძელება არ მოყვა, რა გაგრძელებასაც ხალხი ელოდებოდა, ხო, მისგან, ანუ რაღაცნაირად დიდ დარტყმებს. ამიტომ ჩავთვალე მე ჩემ საჭიროდ მეთქვა პირველი აზრი, რომ რაღაც ვაჭრობასთან აქვს საქმე. ანუ რაღაცა გააკეთეთ ბიჭებო, კი გამწირეთ, კი გავიწირე, მაგრამ ბევრი გაგიწირიათ ისე და ეხა ის ბიტკოინების საქმე ვიცით, რამოდენიმე თვის უკანდელია, გრიფით საიდუმლო შეთანხმება დაედო სასამართლო გადაწყვეტილებაშიც არ ჩაახედეს არავინ, ისე გამოუშვეს ციხიდან ადამიანი და ფაქტიურად ისე გაანთავისუფლეს და ეხა იმიტომ რომ იმან პრაქტიკულად მოიტანა შესაძლოა. შესაძლოა, ვიცით? რაც წაიღო, ვიცით? მოიტანა აბარისანა. ხო, ხო, ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ ღარიბაშვილიც მაგას უსვამს ხას, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი შიშები არის გუნდიდან წასული, ან გაშვებული ადამიანისგან ხო არ არის საფრთხე, რომ მან შექმნას პოლიტიკური ბირთვი, რომელიც არ იქნება ივანიშვილის მიერ სრულად კონტროლდებადი. მაგალითად, ახარიასაც მაგას ვერ პატიო. კი, მაგრამ აი ჯაბა მანდ ვარ მეც, რომ ანუ თავისუფალი ღარიბაშვილი ვერ ბედავდა ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწინააღმდეგებოდა ძალაუფლებით და ეხა ციხიდან მის ხელში აფაქტიურად ხო არა გვაქვს საქმე, ეხა ჩვენ რადგან ვერსიებზე ვსაუბრობთ, რომ მათ აბრალებენ დიდი ფულის წაღებას. ლაპარაკი არის ასეულობით $1,000,000, ხო? 2 მილიარდ დაახლოებით ლარზე. კი ბატონო. ნაწილი შეიძლება მოატანინეს, მაგრამ დიდი ნაწილი შეიძლება ისევ სადღაც აქვს, რომელსაც ისინი ვერ წუდებიან. შიშები იქიდან ხო არ მომდინარეობს, რომ თუ ეხა დიდი ფული არის ბირთვში, რომელიც განაწყინებულია ყოფილ გუნდზე, რადგან ამხელა ფული აკუმულირებული მათ განკარგურებაში, ამიტომ ხო არ გრძნობენ საფრთხეს, რომ შეიძლება ამათ კონდეთ რაღაცა თან შურისძიების მომენტიც და შექმნან პოლიტიკური ბირთვი, რომელიც ხელისუფლების მიერ ვერ იქნება კონტროლებული. ხო, ანუ ეხა შენ იძახი იმას, რომ ფაქტიურად ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩაჯდეს რამოდენიმე წლით, დაიტოვოს ფინანსური შესაძლებლობები და რამოდენიმე წლის შემდეგ ამ ფინანსური შესაძლებლობებით მოვიდეს ან ოპოზიციაში, ან შეუტიოს, ან შეიძლება თვითონ ვერ მოვიდეს, მაგრამ სხვა დააფინანსოს. არის კი ბატონო, მაგაში ლოგიკა არის, რომ ბანკროტი გახადოს ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა მისი მტერი გახდეს. მე არ გამოურიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებიდან გამომდინარე და რა ცხოვრების ეტაპებიც მას გავლილი აქვს, ზუსტად მაგ ტაქტიკით მოქმედებდა მის შესაძლო მოწინააღმდეგებთან დაკავშირებით, რომ გაებანკროტებინა ის ადამიანები, რომლებსაც თვლიდა, რომ შესაძლოა მისთვის საფრთხე შეექმნათ. ეს ლოგიკურია და ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც უმაღლეს დონეზე აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამას ვერავინ ვერ დაუკარგავს და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს ვერ აზროვნებს რაღაცნაირად სხვა თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩართული არ აქვს და ასე შემდეგ. მე ყოველთვის ვამბობდი და ვაღიარებდი იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისთვის ძალიან კარგად აზროვნებს, თავისთვის ძალიან კარგ სიტუაციებს იქნის, უბრალოდ ეს არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არის ერთ პერსონისთვის სასარგებლო, მასზე მორგებული ესე ვთქვათ რეალობა, მაგრამ ქვეყნისთვის ქვეყანა გვერდზე რჩება. ამიტომ ვიძახდი სულ მე როცა მქონდა ამის შესაძლებლობა, რომ კი ბატონო, ბევრი ბიძინა ივანიშვილი უნდა ყავდეს საქართველოს, ბევრმა ბიძინა ივანიშვილმა იცხოვროს საქართველოში, არა ხელისუფლებაში. ანუ ხელისუფლება უნდა მართოს ეროვნულმა ძალებმა, მილიარდელებმა და მილიონერებმა, კი ბატონო, აქეთ დაპატიჟოს თავისი მეგობრები, თუ ვინმეს იცნობს საზღვარგარეთ და თუ ვინმეს ფულის დაბანდება უნდა საქართველოში რეალურად. და ბიზნესის კეთება უნდა, ოღონდ ისეთი ბიზნესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და ჩვენ ხალხს წაადგება, ბევრი ეგეთი ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში, არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით. მე რო ვიყო ხელისუფალი, ისეთ პირობებს შევქმნი, რომ არ ვიცი რა, შესაბამისად აბსოლუტურად
იცხოვრობენ მშვიდად წყნარად, კაციშვილი მაგათ არ შეეხება თუ გადაწყვიტავენ იმას, რომ ჩემს ქვეყანაში ხარჯონ ფული, ჩემს ქვეყანის სასიკეთოდ ხარჯონ ფული, რა თქმა უნდა, თვითონაც ბენეფიტები მიიღონ, ჩვენ მოსახლეობამაც მიიღოს შესაბამისი ბენეფიტი და სახელმწიფომაც მიიღოს. აი ეს იქნებოდა იდეალური სურათი, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში ხარ და თვითგადარჩენისთვის იბრძვი და როდესაც შენ იმ დონეზე გვაქვს თვითგადარჩენის ინსტინქტები ჩართული, რომ აი ესეთ რაღაც სულებს აკეთებ, ამ დროს ქვეყნის ინტერესები გვერდზე რჩება, ანუ საფიქრალი გაქვს კონკრეტულად პიროვნულად ადამიანებზე და არა ქვეყანაზე, რასაც რეალურად ჩვენ უყურებთ ეხა ჯაბა. ეს ეხლა ხო არ დაიწყო, ანუ ეხლა ღარიბაშვილით ხო არ დაიწყო, ანუ ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ რამდენი პრემიერ-მინისტრი მოხსნეს, რამდენი პრემიერ-მინისტრს მიაკერეს იარლიკი, რომ ეს სამშობლოს გამყიდველია, რამდენ პრეზიდენტს მიაკერეს იარლიკი, რომ ეს აგენტია და ასე შემდეგ. სულ ეს ძალთა რაღაც ჯახილია, ძალთა არანორმალური ბალანსია, იცვლება სულ რაღაცები, ერთმანეთის წევრებს ისე წეხა გია ვოლსკი ამოიღეთ გია ვოლსკის განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილზე. ირაკლი ღარიბაშვილისნაირი პრემიერ-მინისტრი არ არსებობდა გია ვოლსკის შეხედულებით არასდროს არც ერთ ეპოქაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნომერ პირველი პრემიერ-მინისტრი. და ეხლა ნახეთ რა განცხადებას აკეთებს იგივე ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილზე, ხო? ანუ შესაბამისად რატო ხდება ეს კონკრეტული რაღაცეები ჯაბა რა? ანუ აი რაღაცნაირად პასუხისმგებლობას, აი ჩვენ ეხლა მე საზოგადოებაზე გადავალ და აი ჩვენ საზოგადოებას მიმართავ, აი პასუხისმგებლობას არ აკისრებენ ადამიანების სიტყვებს. აი მაგალითად ეხლა მე რო დღეს აი ამას ვლაპარაკობ და ხვალ რო წავიდე და რაღაც სხვა პარტიიდან რო ვისაუბრო და ხვალ მეორეს ვიზახი იგივე პრეზიდენტებზე. არგველაშვილი როგორც ამასთან გადადის ეს ხალხი რა, ანუ შესაბამის რაღაცნაირად კი რაღაცა შეიძლება თქვან, მაგრამ ურეაქციოდ გადადიან და შესაბამისად მოთხოვნა აქვთ ნოლის ტოლფასი. ანუ ისევ მოდის არჩევნები, ისევ რაღაც არჩევნების წინა ფუსფუსი დაიწყება, რაღაცა თავის ქსელს რთავს, როგორც ქართული ოცნება, სხვა პოლიტიკური პარტიები და ის ნათქვამები და ის აქციელი, რაც წინა წლების განმავლობაში იყო, რაღაცნაირად ამ ხალხს ავიწყდება.